მოგესალმებით კოლეგებო, თხოვთ კანჭი უყაროთ წარმოდგენილი დღის წესრიგს, დღეს გვაქვს სამი საკითხი გასახილველად. პირველი გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონ პროექტი საქართველოს სივრცის დაგეგმარების არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. კანონ პროექტი წარმოდგენილია პირველი მოსცენით მოხსენებელი საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ქალბატონი მზია გიორგობიანი. ქალბატონი მზია, გისმენთ? მოგესალმებით, წარმოგიდგენთ კანონ პროექტს საქართველოს სივრცის დაგეგმარების არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე. პირველი მოსმენით პრინციპების დონეზე წარმოგიდგენთ, რომ აღნიშნული ცვლილება გამოწვეული არის საჯარო უწყების მიერ სკოლამდელი და სკოლის მშენებლობისათვის და ასევე რეკონსტრუქციისათვის ხელშემწყობი დროებითი ღონისძიებების შემოღებასთან დაკავშირებით. აღნიშნული დროებითი ღონისძიებები იმოქმედებს საჯარო დაწესებულებებს შეეძლებათ, რომ აღნიშნული მოთხოვნა დააყენონ 2035 წლის 31 დეკემბრამდე და აღნიშნული შეეხება ისეთ ღონისძიებებს, ისეთ მხარდაჭერ ღონისძიებებს, რომლებიც ითვალისწინებს დაგეგმარების ნაწილში გარკვეული გადამეტებების, კოეფიციენტების გადამეტებებს იმისათვის, რომ რეალურად შესაძლებელი იყოს დღეს არსებულ მიწის ნაკვეთებზე, როგორც მოგეხსენებათ, სკოლებთან მიმართებაში ძირითადად იგივე ტერიტორიები გამოიყენება, სადაც უკვე გეგმარებითად უკვე ჩამოყალიბებული ტერიტორია არსებობს და შესაბამისად იმისათვის, რომ ავითვისოთ იგივე ტერიტორია, გარკვეულ კოეფიციენტებთან დაკავშირებით მოგვიწევს გარკვეული ღონისძიებების განხორციელება. შესაბამისად ამ ნაწილით, ამ ცვლილებით შემოგვაქვს ეს შესაძლებლობა და რასაკვირველია, სრულად დაცული იქნება უსაფრთხოების წესები, აღნიშნულს არ ეხება. დაჩქარებული სახით შემოგვაქვს ამ საკითხს დავაყენებ, ხაზს გაუსმევ განსაკუთრებულად გამომდინარე იქედან, რომ როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ უკვე სტანდარტული პროექტების შემუშავებას ვახორციელებთ სკოლებთან მიმართებაში, რომელიც ახალმშენებლობებს შეეხება. შესაბამისად, ჩვენ უკვე შესაძლებლობა გვექნება, რომ ტერიტორიებზე მიბმები განვახორციელოთ, იმისათვის, რომ რეალურად აღნიშნული განვახორციელოთ და ასევე სამშენებლო ნებართვები დაჩქარებული წესით ავიღოთ მუნიციპალიტეტებისაგან. შესაბამისად, მნიშვნელოვანი არის, რომ აღნიშნული ცვლილება განხორციელდეს, რომ მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა მიეცეთ აღნიშნულის განხორციელების დროულად. გამოიწვევს ფინანსურ სარგებელს მუნიციპალიტეტებთან სამშენებლო ნებართვების გაცემასთან მიმართებაში. დანარჩენი თვალსაზრისით დამატებითი კითხვების შემთხვევაში აქ ვარ გიპასუხოთ. მადლობა. კითხვები ხომ არ გვაქვს აღნიშნულთან დაკავშირებით? მე უბრალოდ თქვენ ძალეთ, რომ უსაფრთხოების ნორმების ნაწილში უსაფრთხოების ნორმები სრულად დაცული იქნება, უბრალოდ აქ საუბარი გვაქვს ჩვენ, რომ დამატებითი კოეფიციენტების მინიჭებაზე იმისთვის, რომ პროექტები განხორციელდეს და შესაბამისობაში იყოს ნაწილში. დიახ. მათ შორის აღნიშნული მნიშვნელოვანი არის გამწვანების კოეფიციენტებთან მიმართებაში და სამეზობლო მიჯნებთან მიმართებაში, რასაკვირველია აღნიშნული დაცული იქნება სრულად, რისი შესაძლებლობასაც მოგცემს ტერიტორია ათვისების თვალსაზრისით, ხოლო სახანძრო უსაფრთხოების ნაწილში რასაკვირველია სრულად დაცული იქნება ის მოთხოვნები, რომლებიც დადგენილი არის კანონმდებლობით. მადლობთ კოლეგებო, გთხოვთ კენჭი უყაროთ წარმოდგენილ ცვლილებას, ვინ არის მომხრე? მადლობა. მადლობთ ქალბატონ მზია. ეხლა გადავიდეთ მესამე საკითხზე და შემდეგ დავუბრუნდეთ მეორე საკითხს. მესამე საკითხი გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონ პროექტი ტურიზმის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. კანონ პროექტი წარმოდგენილია პირველი მოსმენით მოხსენებელი საქართველოს პარლამენტის წევრი ბატონი ანტონ ობოლაშვილი. ბატონო ანტონ, გისმენთ კანონ პროექტი გაგვაცანეთ. მოგესალმებით კოლეგებო, მადლობა ბატონო თავმჯდომარე. პირველი მოსმენით დაჩქარებული წესით წარმოგიდგენთ კანონ პროექტებს ტურიზმის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ტურიზმის შესახებ საქართველოს ახალი კანონის მიღებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა სექტორში არსებული გამოწვევების სამართლებრივად მოსაწესრიგებლად, თუმცა კანონის პრაქტიკაში განხორციელების პროცესში გამოვლინდა რიგი საკითხები.
რომლებიც საჭიროებს დამატებით დახვეწას. აღნიშნული მათ შორის უკავშირდება რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებების მიმწოდებლების საქმიანობის დარეგულირებას, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების გაწევას, ტურისტული მომსახურებების სუბიექტების აღრიცხვასა და გადახდის უნარობისგან დაცვის მექანიზმების ამოქმედებას. აღნიშნულიდან გამომდინარე შემუშავდა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმად ტურისტული საქმიანობის სუბიექტები მათი აღრიცხვისა და მონაცემების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად დაექვემდებარებიან სავალდებულო რეგისტრაციას ტურიზმის ადმინისტრაციის ტურისტული საქმიანობების სუბიექტების ბაზაში. ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია იქნება ნება-ყოფლობითი. მოწესრიგდა რისკის შემცველი მომსახურებების გაწევასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ტერმინოლოგია, გადახდის უნარობისგან დაცვასთან დაკავშირებული რეგულაციების ამოქმედება, გადავადდება და ნაცვლად 2027 წლის 1 ივნისისა, რეგულაციები ამოქმედება 2030 წლის 1 ივნისიდან. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული გიდის და რისკის შემცველი მომსახურებების მიწოდებასთან დაკავშირებული საკითხები დარეგულირდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ახლებურად განისაზღვრა კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული საჯარიმო პუნქტები, რაც ეფუძნება სამართლიანობის, პროპორციულობისა და ეფექტიანობის პრინციპებს. გარდა ამისა, კანონპროექტი გასურდა პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის შენიშვნების შესაბამისად. დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი გამომდინარეობს ტურიზმის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტიდან სავალდებულო დაზღვევის პირობები განესაზღვრება კანონმდაბარე აქტით, რომელზეც კეთდება მითითება შემოთავაზებული ცვლილებებით. ეს არის ბატონო თავმჯდომარე. კითხვები ხომ არ გვაქვს აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით? გამარჯობა ბატონო. გთხოვთ კენჭი უყაროთ აღნიშნულ ცვლილებებს. დიდი მადლობა ბატონო. კოლეგებო, 2 წუთი პაუზა გამოვაცხადოთ და მეორე საკითხს დავუბრუნდებით. მოხსენებელი, როგორც ვიცი, ხო, იურიდიულ კომიტეტია და როგორც კი მორჩება, ამოვა და დაველოდოთ, ხო? 2 წუთს პაუზა. და
აბა გავაგრძელოთ კოლეგებო, გთხოვთ დაუბრუნდეთ ჩვენ საკითხებს. ერთი საკითხი გვაქვს განსახილველი, დარჩენილი ეს გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. კანონპროექტი წარმოდგენილია პირველი მოსმენით, მოხსენებელი საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ვახტანგ ბაჩიაშვილი. ბატონო ვახტანგ, ისმით. მოგესალმებით, წარმოგიდგენთ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს. ცვლილებები მიზნად ისახავს ისეთი მექანიზმების შემოთავაზებას, რომელიც შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ საბიუჯეტო სახსრების რაციონალურ ხარჯვას უზრუნველყოფს, ამავდროულად დაიზოგება მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული რესურსი და ბიუროკრატიული ბარიერები და შექმნის ბაზარზე, სახელმწიფო შესყიდვების ბაზარზე სამართლიან პროცესს. კანონმდებლობით გათვალისწინებულია შავი სიასთან და დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების შემოღება, კერძოდ დღესდღეობით შავ სიაში მოხვედრა გულისხმობს 1 წლის განმავლობაში სახელმწიფო კონტრაქტზე დაშვების უფლების შეზღუდვას, თუმცა ამ შემთხვევაში ერთმანეთისაგან იმიჯნება შემთხვევა, როდესაც შავ სიაში მოხვდები ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო და შემთხვევა, როდესაც პირი ხელშეკრულებისზე უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილ სინდისიერ ქმედებას ჩაიდენს. ამ შემთხვევაში იზრდება სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობის აკრძალვა 1 წლიდან 2 წლამდე და ეს შეზღუდვა გავრცელდება როგორც ერთწლიანი, ისე ორწლიანი არა მხოლოდ იმ უშუალოდ ეკონომიკურ ოპერატორზე, რომელიც აღნიშნულ ქმედებას ჩაიდენს, არამედ მის დამფუძნებელზე, პარტნიორზე და ასევე პირზე, რომელიც შესაძლებელია სხვა ორგანიზაციაში მსგავსი ან ანალოგიური თანამდებობით იყოს დაკავებული. გამკაცრებულია ასევე მიდგომა სახელმწიფო კონტრაქტზე უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით იმ პირებთან მიმართებით, რომლებიც სისხლის სამართლის კოდექსის ცალკეულ დანაშაულებს ჩაიდენენ, ეს არის სამოხელეო დანაშაული, კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაული, ასევე ვთქვათ ტერორიზმის კუთხით ჩადენილი დანაშაული და ამ შემთხვევაშიც მათ ეზღუდებათ სახელმწიფო შესყიდვების მონაწილეობა იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის ღირებულება აღემატება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ მონეტარულ ზღვარს. ამ შემთხვევაში ეს შეზღუდვა გავრცელდება არა ტოტალურად ყველა შესყიდვაზე, არამედ შესყიდვაზე, რომლის ღირებულება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილ კონკრეტულ ზღვარს აღემატება, იმიტომ რომ მცირე შესყიდვებში შესაძლებელია რომ ბაზარი არ იყოს, ასე ვთქვათ, საკმარისად მოქნილი იმისთვის, რომ მცირე შესყიდვებში ამგვარი შეზღუდვა იქნეს დაწესებული. მნიშვნელოვანი ცვლილება გახლავთ ასევე სახელმწიფო შესყიდვის დარეზერვების მექანიზმის შემოღება. დარეზერვების მექანიზმი უზრუნველყოფს ინკლუზიური შესყიდვების პროცესის წახალისებას და იმ ეკონომიკური ოპერატორებისთვის სპეციალურად სახელმწიფო შესყიდვის გამოცხადებას, რომლებშიც დასაქმებული პირები მოწყვლად ჯგუფებს განეკუთვნებიან. ამ შემთხვევაში ეკონომიკური ოპერატორისთვის წინაპირობა არის ის, რომ მასში დასაქმებული პირების 30% მაინც უნდა იყოს შშმპ პირი, სპეციალურად მათთვის ცხადდება ამ შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვა და მხოლოდ ასეთი ეკონომიკური ოპერატორები მონაწილეობენ, თუმცა ეს არ არის, ასე ვთქვათ, ვალდებულება სახსჯარო დაწესებულების, კონკრეტული სფეროებიც იარსებებს, რაშიც შესაძლებელი იქნება ამგვარი შესყიდვის გამოცხადება და კონკრეტულ შემსყიდველმა ორგანიზაციამ თავისი შესყიდვების წლიური ბიუჯეტის 1%-ზე მეტი არ შეიძლება მოახმაროს. საბოლოო ჯამში მთლიანობაში ეს მაინც წაახალისებს ამ პროცესს, შშმპ პირების ეკონომიკას და შესაძლებლობას მისცემს, რომ თუ ჩვეულებრივ შემთხვევაში ისინი ვერ გაუწევენ კონკურენციას დანარჩენ ეკონომიკურ ოპერატორებს, სხვა შემთხვევაში იყოს შესაძლებელი ამ ასე ვთქვათ მექანიზმის გამოყენება და მათი წახალისება. მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი არის ქვეკონტრაქტორის ინსტიტუციურ დონეზე გაწერა. ამ შემთხვევაში შემოდის ქვეკონტრაქტორის ცნება კანონმდებლობაში და ასევე შემსყიდველ ორგანიზაციას მიენიჭება უფლება, რომ მოახდინოს ქვეკონტრაქტორის ასევე საკვალიფიკაციო მონაცემების შემოწმება, ვინაიდან ვიცით ჩვენ, რომ სახელმწიფო შესყიდვებში, შესყიდვების დროს მიმწოდებლები ხშირად იყენებენ ხოლმე ქვეკონტრაქტორების რესურსს. ქვეკონტრაქტორებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ამ მექანიზმის გამოყენება არა მარტო სახელმწიფო ორგანიზაციისთვის, არამედ თვითონ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომელთა უფლებრივი სტატუსი სახელმწიფო შესყიდვების კანონში აისახება და შესაბამისად შემსყიდველი ორგანიზაციებიც, მიმწოდებელი ორგანიზაციებიც ამ შემთხვევაში მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ქვეკონტრაქტორებისთვის კონკრეტული ვალდებულების გადაცემას თუ ამ ვალდებულების სანაცვლო მათთვის გასამრჯელოს მიცემას. ინდექსაცია არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება. ინდექსაცია გულისხმობს მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით სამართლიანი საბაზრო და ეკონომიკური ფასის შემოღებას. ინფრასტრუქტურულ პროექტებთან მიმართებაში დღეს როგორც მოგეხსენებათ არის მრავალწლიანი ეს ინფრასტრუქტურული
ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორც წესი ამ შემთხვევაში მათი შესრულება აღემატება 2 და 3 წელს და ფასის გადახდა წარმოებს ტენდერში გამარჯვებული თანხის შესაბამისად. მიმწოდებელი ამ დროს სარგებლობს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული უფლებამოსილებით, რომ მას ფასების ზრდის შემთხვევაში აქვს უფლება მოითხოვოს კონტრაქტის ღირებულების გაზრდა. ეს გაზრდა ხდება არაუმეტეს 10%-ის ოდენობით, რასაკვირველია შესაბამის დასაბუთების არსებობის შემთხვევაში, მაგრამ როგორც წესი, როდესაც ფასები იცვლება, ამ შემთხვევაში მის სასარგებლოდ ეს მექანიზმი შემსყიდველის მხრიდან გამოიყენება. თუმცა გვაქვს და არსებობს ბაზარზე ისეთი შემთხვევები, როდესაც შესაძლებელია შესრულებისა და საპასუხო შესრულების ბალანსი სახელმწიფო ორგანიზაციის, ანუ შემსყიდველი ორგანიზაციის ინტერესების საზიანოთაც დაირღვეს, როდესაც პირიქით ფასი იკლებს კონკრეტული მასალა წარმოებისა და დანადგარების და ამ შემთხვევაში შესაძლებელია უფრო ნაკლები დანახარჯით მოახდინოს იმ ვალდებულების შესრულება, რომელიც ტენდერის გამოცხადების დროს არსებობდა. ინდექსაციის მექანიზმის შემოღება უზრუნველყოფს ვალდებულების წარმოშობას კონკრეტულად მსხვილი კონტრაქტორებისათვის, რომელიც 12 თვეზე მეტი ვადით ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებენ სახელმწიფოსთან ურთიერთობაში. 12 თვის გასვლის შემდეგ მათ წარმოექმნებათ ვალდებულება შემსყიდველ ორგანიზაციას მიმართონ შესაბამისი ინდექსით, რომლითაც დადგენილია იმ დანახარჯების შესახებ საბაზრო ფასი, რომელსაც იყენებენ ვალდებულების შესასრულებლად. ამ ფასის მოპოვებას ისინი შეძლებენ სტატისტიკის სამსახურიდან, რომელიც ყოველთვიურად მოახდენს შესაბამისი განფასების შედგენას და მათთვის გადაცემას და იმის მიხედვით, რა ფასი იქნება დადგენილი, მოხდება ამ სახელშეკრულებო ღირებულების ყოველთვიურად გადასახდელი თანხის კორექტირება, ზრდის ან შემცირების სასარგებლოდ. ეს ცვლილება არის ცვლილება, რომელიც მიზანშეწონილია, რომ 1 ივნისიდან ამოქმედეს, ვინაიდან საუბარია მსხვილ და დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და მთლიანობაში მაკროდონეზე საკმაოდ დიდი მნიშვნელობის ფინანსური რესურსი იხარჯება, ამისთვისაც მოგმართეთ ერთ-ერთი მოტივი გახლდათ დაჩქარებული, რომ მომხდარიყო კონკრეტული დაჩქარებული მოთხოვნით შემოსვლა. ფართოვდება ასევე გამონაკლისები, რაზეც სატენდერო პროცედურები არ გაავრცელდება, თუმცა ამის შესაბამისი დასაბუთება ჩვენ გვაქვს. მაგალითად, ფართოვდება გამონაკლისი ისეთი შესყიდვასთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო უნივერსიტეტების, როგორც შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გარე საერთაშორისო აკრედიტაციის მომსახურების შესყიდვას, რომელზეც დღეს სატენდერო პროცედურები უნდა წარმოებდეს, თუმცა პრაქტიკაში სატენდერო პროცედურების წარმოება შეუძლებელია, ვინაიდან საუბარია კონკრეტული მომსახურების შეძენაზე და იმ მომსახურების შეძენაზე, რომლისთვისაც ის ორგანიზაცია შენ მიერ გამოცხადებულ ტენდერში არ შემოვა. ამიტომ ყველა ეს გამონაკლისი მიზნობრივად დასაბუთებულია და ემსახურება ამ შემთხვევაში ზოგადად რაციონალური საფუძველი გააჩნია. კანონ პროექტთან დაკავშირებით ასევე გვინდა აღვნიშნოთ და შემოგთავაზოთ ერთი რედაქცია, რომელიც უკვე კანონ პროექტის დაინიცირების შემდეგ გამოიკვეთა. კერძოდ, საქართველოს მთავრობა პარალელურად განიხილავს ახალი საჯარო შესყიდვების შესახებ კანონის გადავადებას, რომელში არსებული რიგი რეგულაციები დღეს განხილული და დღეს შემოთავაზებული რედაქციებიც არის და აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი ინიციატივები გადმოინაცვლებს მოქმედ კანონში. ამ ინიციატივის საფუძველი, გადავადების საფუძველი არის თავად ევროკომისიის დასკვნა, რომელიც 2025 წელს გამოცხადდა და რომელმაც საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული ევროდირექტივები გამოაცხადა მოძველებულად, იმიტომ რომ ისინი ახდენენ სახელმწიფო შესყიდვების ბაზრის ფრაგმენტაციას და არ არის საკმარისად ინკლუზიური. ამიტომ ვფიქრობთ, რომ 2027 წელს მისი ამოქმედება შესაძლებელია იყოს არასწორი, როდესაც უკვე დგას დღის წესრიგში საკითხი, რომ დირექტივები პირიქით გადაიხედოს და ახალი რეგულაციები იქნას შემოთავაზებული. ამ დათქმით იყო შემოტანილი კანონ პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა ცვლილების, ანუ ჩარჩო შეთანხმების, შავი სიის და ელექტრონულ კატალოგთან დაკავშირებული ნორმების 1 იანვრიდან ამოქმედებას, ვინაიდან დღეს არსებული რედაქციით უკვე დღეს მოქმედი კანონით 1 იანვარს ეს კანონი კარგავს ძალას, თუმცა ერთი კვირის შემდეგ მოგმართავთ ინიციატივით და მის გადავადებას შემოგთავაზებთ. გთავაზობთ, რომ ეს ფორმალური და ტექნიკური შეუსაბამობა რომ არ იყოს, ჩარჩო შეთანხმებასთან, შავ სიასთან და ელექტრონულ კატალოგთან დაკავშირებული ნორმები ერთი თვით ადრე 1 დეკემბერს ამოქმედეს. თუმცა არ იგულისხმება ეს ერთთვიანი მოქმედება, ვინაიდან კანონის ვადის გაგრძელების შემთხვევაში ის ხანგრძლივ ვადიან პროცედურაში აისახება. მე გამომრჩა ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელსაც ასევე მოგახსენებთ, ეს არის ჩარჩო შეთანხმება, რომელიც ასევე ინოვაციაა აღნიშნული კანონ პროექტისთვის და ჩარჩო შეთანხმება გულისხმობს
გულისხმობს ერთთან რამდენიმე ეკონომიკურ ოპერატორთან სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმებას. ამ დროს წინასწარ შემსყიდველ ორგანიზაციას დადასტურებული აქვს მისი კვალიფიკაცია და წლის განმავლობაში თანხმდება კონკრეტულ მოცულობის სახსრის შეძენაზე. დღესდღეობით მაგალითად თუ შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა იყიდოს წყალი, როდესაც იცის რომ წლის განმავლობაში უნდა იყიდოს წყალი, ყიდულობს რაღაცა რაოდენობით და როდესაც ამოიწურება ხელახლა ცხადდება ტენდერი. ამ შემთხვევაში ჩარჩო შეთანხმება გულისხმობს 1 წლის განმავლობაში, 2 ან რამოდენიმე წლის განმავლობაში ეკონომიკურ ოპერატორთან ჩარჩო გარიგების დადებას. ეს იქნება რამოდენიმე ეკონომიკური ოპერატორი ან ერთი ეკონომიკური ოპერატორი. სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცია არ არის ვალდებული რომ თანხა, რომელიც დაფიქსირებულია, სრულად აითვისოს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული შესყიდვის პროცედურის დროს ახდენს ან მინი აუქციონს მათ შორის, ამ გამარჯვებულ პირებს შორის და რომელიც დაბალფასს შემოგთავაზებს, მისგან შეიძენს მომსახურებას, ან ახდენს პროპორციულ გაყოფას ამ თანხის მათ შორის, ან რიგითობის მიხედვით ახდენს მათთვის უპირატესობის მინიჭებას. ეს გლობალურ დონეზე, ანუ შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის გლობალურ დონეზე მნიშვნელოვანი ცვლილება, იმდენად რამდენადაც ბიუროკრატიულ და ადმინისტრაციულ ბარიერებს, რომელიც აი სატენდერო პროცედურების გამოცხადებას, ხელახლა ანუ რუტინულად დადასტურებას, კვალიფიკაციის გულისხმობს, გამორიცხავს და მნიშვნელოვნად გაამარტივებს და შეამცირებს შესყიდვების პროცესს. გთხოვთ თქვენს მხარდაჭერას. კოლეგებო, კითხვები თუ გაქვთ? ბატონო ილია გისმენთ. დიდი მადლობა, მე ესეთ მოკლე კითხვა მაქვს, თქვენ აღნიშნეს რომ ქვეკონტრაქტორებით მონაწილეობენ და რა თქმა უნდა ეს პროცედურა ვიცით დაახლოებით. ამ შავ სიაში ტენდერში გამარჯვებული კომპანია შეიძლება მოხვდეს და ქვეკონტრაქტორიც თუ ეს მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს ეხება, რომლებიც დაარღვევენ რაღაცა იმ პირობებს, რომელიც იყო გათვალისწინებული კონტრაქტით. ორივე კომპანია შეეხება ეს ქვეკონტრაქტორსაც და ძირითადს თუ როგორ დარეგულირდება ეს მაინტერესებს. მადლობა. კანონში გათვალისწინებულია შესაბამისი ნორმა, რომელიც გულისხმობს, რომ ქვეკონტრაქტორის ვალდებულების შემთხვევაში ძირითადი მიმწოდებელი ორგანიზაცია არ თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან. თუ ქვეკონტრაქტორი დაარღვევს შესაბამისად და ანუ თუ ქვეკონტრაქტორი დაარღვევს, ორივე მოხდება შავ სიაში, თუ მხოლოდ ძირითადი ოპერატორი დაარღვევს, ოღონდ ეს დარღვევა არის არა ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებული ვალდებულების ნაწილი, არამედ ის ვალდებულება, რომელიც უშუალოდ ეკონომიკურმა ოპერატორმა დაარღვია, ამ შემთხვევაში ქვეკონტრაქტორი არ მოხდება შავ სიაში. ესე იგი, ქვეკონტრაქტორს და ძირითად ოპერატორს შორის გაფორმებული ხელშეკრულებაც სადღაც უნდა იყოს რეგისტრირებული, რომ ვიცოდეთ რა პასუხისმგებლობა აქვს აღებული ქვეკონტრაქტორს და რა პასუხისმგებლობა აქვს აღებული ძირითად კომპანიას, რომელიც ალბათ ეს განჭვრეტადი იქნება კი. ეს კონტრაქტში იქნება გაწერილი ეს ვალდებულებები თითოეული მხარის და ეს პროცესი რატომ არის კარგი არის, იმიტომ რომ პროცესი გახდება უფრო გამჭვირვალე, უფრო პროგნოზირებადი, უფრო გასაგები და საერთო ჯამში ეს დადებითად აისახება საწარმოო პრაქტიკაზე და ძალიან კარგი ინიციატივაა. სხვა კითხვები ხომ არ გვაქვს? კოლეგებო. კი, ნამდვილად ძალიან კაია, ძალიან კაი ინიციატივა, ეს ისეთი სფეროა და მიმართულება, რომელიც დასარეგულირებელია და ბევრი პრობლემები მოსაგვარებელია. სახელმწიფო ბევრ პროექტებში რაღაცა ფაქტის წინაშე ჩდება, დგება და მისახედია ნამდვილად. დიდი მადლობა. ასევე მიმაჩნია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინდექსაციის ნაწილი, სადაც თხინდება ზედაზღვარი, ასე რომ ვთქვათ, აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებიც ხანგრძლივია, მრავალწლიანი არის და ამიტომ კომპანიებს საშუალება ექნებათ, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ცვლილება ხდება, ინფლაციური წლეხია და ფასი იზრდება, მოხდება გადათვლა, ასევე როდესაც შემცირება იქნება კონკრეტული ასე რომ ვთქვათ, მასალაზე და დეფლაციური ელემენტები ამ შემთხვევაში ასევე მოხდება გადათვლა სახელმწიფო სასარგებლოდ და ვიგაჩნია, რომ ეს ძალიან ჯანსაღი პროცესია და მნიშვნელოვან პრობლემებს, რომელიც ჰქონდა, ამის განეიტრალებას შეძლებს და ჩემი მდგომა არის, რომ კოლეგებო, თუ კითხები არ აქვს, გთხოვთ კენჭი უყაროთ, ვინ არის მომხრე აღნიშნული ცვლილებების. მადლობთ, დიდი მადლობა ბატონო ახტა. ამით დღევანდელი სლამა დასრულებულია, წარმატებულ დღეს გისურვებთ.